გამარჯობათ მეგობრებო, ყველას მოკითხვა, ბედნიერება და კარგი განწყობა. ჩვენ ეხლა სასუქები და თავისთავად ეხლა რომ გადავხედეთ ჩვენ რუკას კალიფორნიაში მიგვაქვს ერთ-ერთ ეთყობა საწყობია ის ოჰაიო ხო წამოვიღეთ ეს სასუქები და უბრალოდ მე მინდა გაჩვენოთ რამხელა მასშტაბებია კალიფორნიაში ამ სასოფლო სამეურნეო ეხილეობა და ასე შემდეგ. სანამ აქამდე მოვიდოდი, გამოვიარე და მე მომივიდა ეს აზრად რომ მეჩვენები და ნახეთ უკვე ეს არის ნუშის აფია ძირები, ნუშის ის წერდება. აქეთ უკვე ცარიელია, მაგრამ ამასაც დაამუშავებენ სავარაუდოდ, მაგრამ უბრალოდ რომ შევძლებ მასშტაბები ძირითადად ეს კუთხე, ეხლა ჩვენ ვიყოფებით ესე იგი ლოს-ანჯელესსა და სან-ფრანცისკოს შორის, აი ფრესკო რო არ ფრესნო, ბეკერფილდი, ეს სოფლის მეურნეობის შტატებია, ისა ტერიტორიებია. აი უკვე მოვდივარ უკვე სადღაც უკვე 50 მილი ოკეანის ხარისხი და ნახეთ აი ამხელა ენერგიები და ამხელა რაოდენობით მასშტაბები. ეს აქეთ ნუში და აქეთ უკვე ეს რა არის ვერხდები ეს რა არის, მაგრამ აი ამხელა მასშტაბებია. ყველა ძირში მიდის წვეთოვანი. ახლა მოგება რო არ ქონდეთ, თუ არ გააკეთებდნენ ამხელა ბაღებს რა. ეს მარჯვნივ. ახლა უკვე მარცხნივ. ეს ახლა ეს ცოტა ძველი ის არის. დიდი ნაყენებია, ეს შედარებით პატარა, მაგრამ ეს ეთყობა ეს ახალგაზრდა 1-2 წლის ნაყენებია და ნახეთ როგორი მოვლილია. ეხლა ზოგჯერ მეუნებიან ხოლმე, ხა მე რო ჩემ ბაღებს ვაჩვენებ ხოლმე, მეღრიკიში და ემეებში და მეუნებიან ბიჭო, ბალახი მოკრიფე, ბალახი მოკრიფე. ჩვენ და ბალახი კარგად იზრდება, აქ ეხლა მშრალია რა. ის აღარ ჭირდება და ჩვენთან ბალახი მოკრიფა გიდება ხოლმე შეიძლება წელიწადში 4-ჯერ 5-ჯერ რა, იმ ხელად იზრდება და აქ ეხლა მიწაა ისეთი და თავისთავად ერთხელ ტრაქტორზე გადაატარებ ყოფნის. როგორი იგებია. აქეთ რა არის ეს სხვა რაღაცა. კირავია თუ არა ვიცი. აქეთ არის ვაშლია, ვაშლია უნდა ხედავ. რო უყურებ ხოლმე ამ წეღანას რო თქვი რომ აი ეს როგორ გასუფთავებულია, ხო? ისა გაჩვენის საშუალებას უბრალოდ ბალახი ეს რო არის ეს ის ყველაფერი აქ ხდება, აქ შედარებით უფრო ადვილია, უბრალოდ მასშტაბები უნდა გქონდეს, მასშტაბებით იგებენ, აი მოვიდვართ ამდენი ხანია და არ გაჩერებოდა. აი ეს წვეთოვანის სისტემა მარცხენა მხარეს, მე ამხელა ის არის. მუშებს ძირითადად ვერ ხედავ ხოლმე, ყოველთვის არის ტექნიკა, ეს ბუნებრივია ტექნიკა თქვა მოვიდის და აკრეფის დროს არის ხოლმე. ეხლა ზამთარია, ეხლა კალიფორნიაში იგი მნიშვნელობა არა, ზამთარი ზაფხული, მაგრამ აკრეფის დროს არის ხოლმე მუშები თორე. გასვლის დროს და აი ესეთ პროცესებში ბევრი მუშები მე აღარ მინახავს რა. ეხლა ეს ძველი ბაღი და აი ესეც ახალი ბაღია. ახალი ამდენი და აიჭერა 2-3 წლის ნებია, მაგრამ შეხედეთ ამხელა მასშტაბებია. აქეთ მარცხნივ სხვა არის, ხო აქეთ სხვა ჯიშია, მარცხნივ სხვა ჯიშია. უბრალოდ ვიღებ იმიტომ რომ მე თვითონ რომ შეიგნოთ ეს მასშტაბები რა, ამხელა მაინც დიდი ქვეყანა რო არის. მოვდივარ და არ გათავებულა. ეხლა სოფლის მეურნეობაში ხო იცით რომ ერთი უცხოად მოგებას არ გაძლევს 1-3-4 წელი მაინც გიდა რომ სრულიარავდე რა თქმა უნდა თანხა უნდა. აი აქეთაც ეხლა ეს ცარიელი მიწაა, ალბათ ამას დაამუშავებენ და მე აი ეს როგორც ეხლა ეს მარჯვენა მხარეს ასე, ამ მარჯვენა მხარეს ისე
როგორი ქვიშიანი მიწაა, მეგობრებო, შეხედეთ, ეხლა საჩვენი ნიადაგი და მიწა და სად ამათი რა, მაგრამ მშრალი, გამომშრალი. მაგრამ ამ წეთოვანები და ემეები დახერხებით და ჩვენ ეხლა ასე თუ ისე გვაქვს ის საწყობი, სადაც ჩვენ მიგვაქვს. ჩვენ გვინდა კორპორანი. 16 მილი კორპორანამდე. აი როგორი მიწებია და თავარია ფინანსები ახლა ამას დიდი თანხა კი უნდა რა. ეს დაამუშავო, მერე ენერგები იყიდო, მერე დაარგო, მერე მუშახელი და ასე შემდეგ. ახლა დიდი ქვეყანაა, დიდი შესაძლებლობები აქვს, დიდი ტერიტორიები აქვს და ყველაფერი დიდია. აი ტრაქტორი აბუშავებს ახლა. აგერ ეს ამზადებს ტრაქტორი დადის. ამ ტექნოლოგიაზე ვერ ნახავ ხოლმე ეს აბუშავებს ამ ტერიტორიას. ეს უკვე მალახი მოყავთ ავად ძროხების ალბათ მესაქონლეობითი კარგი იქნება და აი ეს შორსაც ხედავ ეგ ფერმაა რა სუნი მოვივიდა სუნი ამბავია შორს ეგ ესო ეს სახორცე ძროხე საწმე სუთელი გადაფარებული ფერმებია. დიდი ძროხა ეგრე. დიდი ქვეყანა, დიდი. რკინიგზად მეუყვება. აი იმდენი რაღაცა პროდუქცია აწარმოება ხა რკინიგზა გადატანაში. დიდი ბრუნვებია რა ერთ თვით რა. აი ხორამხელა ტერიტორია და ანუ შეიძლება ერთი ტრაქტორი ნახო რა. აი ფაქტურად აი ეს ერთი ტრაქტორი. ულის ყველაფერს. ამ ჩაიარა და გადმოწია. ეს ტელეთქო ეს მიწა ვიღაცისია და ეგ ერთი სახლი უდგას ეგრე. აი დიდი სასახლე კი უდგას მეც. გარშემო მთელი. ხელა მინდორი და ველი და დაუსახლებელი ადგილი. იგივე ვარიანტია, აგერ მთელი მიწა, რამხელა მიწა და ეგრე სახლი. აი დიდი სასახლე საკუთავს, ეგ ეს იმას ისევ კაი შემოსავალია ადამიანს. რამხელა სახლი. ერთ სართულიანია, მაგრამ ფართო ძალიან დიდი. აი ვიღაცამ დაარგო ერგები, მაგრამ ცოტა თქვენს დაგიტოვეთ მეგობრებო საფიქრას, რომ შეხედავთ, რომ წარმოდგენა შეგექმნათ. ეს ახალი დარგულია და ცოტა გიგით გავირი და იქით უკვე ცოტა ძველი დარგულები იქნება. ეს რა არის
ამას კი უნდა სასუქები. სავარაუდოდ ალბათ საწყობში ვიდროა სადაც გადმოვთვლით ამ სასუქებს, რომელიც ჩვენ ახლა მიგვაქვს. როგორ იყო ნავთობისგან იყო, ხო? ნავთობისგან იყო გაკეთებული სასუქები. გავიარეთ რაღაც სარიელი მინდვრები და ისევ ასაკეთებენ ესა რა, ხელა ესტაკადაა ვითო. ამას ველები და მინდვრებია. შეიძლება რკინიგზა. ეს მასკის რომ უნდა შეიძლება ის ხო არ არის. მატარებლის გაკეთება რომ უნდა რომელიც რეკორდული მასში წავა. აშკარად მატარებლის ისინია რა. რას გაიგე. აგერ ბაღები, აგერ ულტრათანამედროვე რაღაცა შენებლობა მიმდინარეობს. აქეთ სარიელი ველები. ვა. შენებლობა გაჩვენდა. გაიგე ხა რა ხდება. ეთყობა რკინიგზა მოდის და იმაში უერთებენ. რაც არ ვიცით, არ ვიცით. სად არის ჩვენი საწყობი? ნახეთ მეგობრებო, აგერ პატარა აეროპორტიც გქონიათ. აეროპორტი არა, უფრო ასაფრენის ზოლი, აეროპორტი ცოტა ისე გამომივიდა, აი თვითუნავებით რო წამლავენ, აი ეთყობა ეს მოედანი, აგერ ეთყობა კიდევაც ასაფრენის ზოლი. შეიძლება მინახავს ხოლმე რომ აფრინდება პატარა თვითვინა და მე რო დაფრინავს ასხურებს იმ რა ქვია სასუქებს. ასაფრენის ზოლია და ალბათ ეს ანგარია, ალბათ აქ თვითვინავები შედიან შიგნით. თვითვინავზე ვერ ხედავ. ეგრე ვეთხრენ და თვითნაირები შემიძლია. ამ ხელა ტექნიკა ცხოველია. სერიოზულია, კალიფორნია არ ხუმრობს. აბა ამ ხელა ბაღებს და იმეს მოვლა არ უნდა. ენახებ და ბაღებს. პატარა მზის ელექტროსადგურიც ქონიათ. სოლარი რაღაცა ეს უნდა გავაკეთოთ საქართველოში, აუცილებლად საქართველოში. დავითგარეჯში. გლეხები როგორ სახლებში ცხოვრობენ, აქ მომუშავეები. ძირითადად ლათინოსები არიან. აქ არის რაღაც საწარმო. უნდა გადმოვიტვირთოთ. საწყობი უბრალოდ. ცოტა გაურკვეველი სიტუაციაა და ჩვენ როგორც პროცესში უნდა შევიდეთ და ამასაც გაჩვენებთ. რაღაც ხალხი არ დადის და დავიდეთ რა. ნატურაში და ბუნებრივ. არა ვისტა რესურს.
აი კარები ღიაა და ჯორჯ აბა დამელოდი ახლა ბიზნეს ხვალ უკეთა ვაგზას. შეიძლება აქ დამაყენებინონ, შეიძლება აქა. აი გეხდა საერთოდ. აი ტიპები დგანან. კითხავ რამით. სავარაუდოდ ესპანელები არიან, ინგლისური არიციან. მუსულ ვარ, იქ უნდა შევიდე, სასტორზე უნდა ავიწონო. იქიდან მეტყვიან ყველაფერს. ატონმაზეც ამ ხელა სასტორის ისინი იყო და ეგ პროცესებია. მე ავტობუსში ხელს. გავარ ახლა ყოფილი. აუში კარგია. შევიდეთ რაღაც სასტორზე. Drivers not checking this area, not checking before loading. I said, but let's go see if we don't have a automobile. Okay. Amazoniness. ეხლა უნდა წავიდეს რაღაც მინდორში რა. სამუშაო პროცესია. საერთოდ ძღოლებს აი ერთ ადგილას მიყარ, მეორე ადგილას მესამეს, ხალისო ასეთი წესებია, ყველა კომპანიას აქვს თავისი წესი. ამიტომ ზათ უნდა იყოს. ამასობაში დავაკრგეთ ამ დასახლებას. ერთ-ერთი ჩვეულებრივი სოფლის მეურნეობის დასახლება კალიფორნიაში. აი ეძახე შენ რამდენი ტრაქტორები და ისაა, მაგრამ ახლა იმხელა ბაღებს კი უნდა მოვიდე. Turn left on Pickerel Avenue, then take the first left. Turn left onto Pickerel Avenue, then turn left onto California 43 North. აგერ ყოფილა ეს კომპანია რა. აი თქო ახალი გახსნილია და მარავისტა. სანამ შევიდე. იქიდან შევიდა მე აქედან. აქედან ჯობია მე შევარეთ, ცუდი გადასასვლელია. აი მან დამასრო იმა. ეს პირველი მივა. კონკურენტი გამიშთა, აი ცოტა ადრე რომ მოსულიყავი, ახლა პირველი ვიქნებოდა. ახლა ამას გადმოვტვირთავენ პირველს. რაღაცები ხდება მეგობრებო, მაგრამ რა ვქნათ, არ უნდა ვინერიულად. მოგვასწროს, ასე. თქვა მოუხვია, ამან იცის ეთქობა ნამყოფია. ვიტაპი შემოაყენა, მე აზია, მაგრამ დოკი, ერთი დოკი რა. ერთი დოკია. დამასრო.
100. რაც არის ეგ არის. მოდი საბუთებს მივუტანე ამას და ინდუსი იქნება, ინდუსი. უხარია. საბუთებს მაინც მივუტანო მაშინ. აი არა უშენ მომასრო. ავარკვიოთ საბუთები მივუტანოთ. სიდეს. აი ეს ახლა მეტყვის. ასეთის დააყენეო. დაილოდე ამასო და დააყენეო შენსო. მოდი ჩვენ მათამდე შევამოწმოთ. ჩვენი საქონელი კარგად არის მოსული თუ არა. ჯორჯ ზუსტად მოვედით. ამერა მოსროდა ახლა მაინც ეს მევშია, მაგრამ მაინც ესე როგორ არის მეგობრებო, მაინც ყოველთ სამ გადმოტვირთად, მაინც ეს მე მაგალითად პირადად ავტომატურად მაქვს ეს ყველაფერი, იმიტომ შეიძლება ან გადმოვარდეს რაღაცა და პრობლემები რო არ შეგექნა, ჯობია წინასა. აი ეს აი ხო ხედავ ყურადღების დროს აი ეს შეიძლება ქარია და შეიძლება დააჯახოს და გატეხოს ეს. არა უშეს ესეც. აი გული ქარია, ჩემი ხერხთაფარების გადააყდა. ოკეი. ამასაც გაუხსნებარენ. ეს მოუხსენეთ. ეს 20 სასურველია ეს კონდეთ რა. არის ხომ რომ გადმოტვირთვის დროს როგორ ჩებავთ ხოლმე და ეს შეამოწმეთ ხოლმე, რომ ეს კაი რაღაცაა ეს ცოცხი, იმიტომ რომ სულთა რო უნდა იყოს ეს ვარაგა ამ ხელით ხარ გაწმინდა და ზოგჯერ გადმოტვირთვის დროს ჩებავთ ხოლმე და არ უნდა დაგამიწვიეთ მომენტია. ეს ასე თუ ისე ახლა ამას გადმოტვირთავენ და ამ დროს უკვე დისპეჩერს რომ უკვე ამე ტვირთი იპოვოს ამ მიდამოებში და თუ ახლოს იპოვა ხო კარგი თუ არა და ნუ მაშინ უკვე წასვლა მოგვიწევს და როგორ არის ვრემია ძენგი დრო არის ფული. აი ამ დროში თუ მოიგე ეს არის უკვე ჩვენი მოგება. დატვირთა, გადმოტვირთა, მაგრამ ეხლა რა მომენტია, ეხლა აქ არის 2 საათი. ყოველთვის სასურველია რომ აი ჩვენ როგორ ვაკეთებთ ხოლმე რა, ესე იგი ისე უნდა დაგეგმო რომ აი თქვა 11-12 საათამდე უკვე შენ ცარიელი იყო. უკვე მე 11 და 3 საათამდე უკვე ტვირთის პოვნა ადვილია დისპეჩერის. აი მაგალითად თუ მოხვედი ახლა შენ აქ 3 საათზე, 4 საათზე, 5 საათზე, კი გადმოვტვირთავენ, მაგრამ უკვე შემდეგ ვერასწრებ მისვლას, იმიტომ რომ უკვე საწარმოები წასვლა და ის გადადის მეორე, რა ქვია, მეორე დღეზე. ეხლა არ ვიცი, აქ არის ხო ნიუ-იორკის დრო 2 საათი, მაქაური დრო არის პირველის ნახევარია. იმედია აი სანამ დაიკეტება საწარმო ან თუ ახლო რაღაცა თუ იპოვა დისპეჩერმა ხო კარგი თუ არა და უკვე გადაედება ხვალისთვის. მაგრამ ჩვენ გვიდა რომ დღეს ვიპოვოთ რომ ისევ იმ პრინციპიდან რომ დრო არის ფული. თუ გავარტყით კარგი იქნება. Good day, amigo. All right. I'll sign them. Let me offload them and then I'll sign them. Okay, no problem. Okay? Yeah, okay, no problem. I'll give them to you after I'm done with this. Okay, I will take brush. Yeah, okay. აი ჩვენი ისე ხეთ ამ ხელა საწყობი ქონია ეს სასუქების. ჩვენი ეს ავიღოთ. რა სავარაუდოდ ის რასაც ამბობს სასაწყობო მეურნეობა. ესენი ალბათ ყიდულობენ ამ სასუქებს და მე გლეხებზე და ფერმებზე ანაწილებენ. ფული გინდა საბითო. ეს ყველაფერი იმ განსხვავებაში მარჟაში მოიგო. Storage, yeah, big storage. Yeah. You selling, yeah? You buy and selling, yeah? Yeah. Alright,
გადმოტვირთოს. ორა სასაწყობო მეურნეობა ერთ-ერთი წამყვანი დარგია, რამდენჯერ მაქვს ნათქვამი, ხო? აქეთაც ამხელა საწყობი აქვს რა. ბრუნვა. ერთხელ მახსოვს ერთი ბიზნესმენი ჩამოვიდა, ეს იყო 10 წლის წინ რა. საკუთარი თვითნავი ჩამოფრინდა, ჩვენ დავხვდით რაღაც ტურისტები და ჯარში მსახურობდა რა თბილისში. და მე მილიონერი გახდა. ეხლა სხვათაშორის არ დამირეკე, დიდი მეფრინველეობის და კვერცხის და იმის ის ქონდა რა. ფერმა და საქართველოში უნდა ბიზნესის დაწყება რა. და ჩვენ შემოვიარეთ, ძალიან მოეწონა სტუმართმოყვევის მასპინძლობა ყველაფერი, მაგრამ არაო. ძალიან პატარა ბაზარია. ოთხარი პატარა კი არის, მაგრამ მუშაა მეთქი, მუშაო და მოდი წავიდეთ დავლიოთ და დრო გავატაროთ. ესე მოხდება. ეგარი რა ბრუნვა რო არ არის ბიზნესმენს და ფულიან ხალხს არ უნდა თქონე ფულის ჩადება საქართველოში. ახოთ აბა ჩვენმა დისპეჩერმა იპოვა რამე მესიჯი არ მოსწია. ეს რასაკეთებია რაღაცას ასაბინ წამოვარდა. ესე იგი გადმოგვტვირთეს და აგერ მოვედი ახლა მანქანაში რატოვა და დისპეჩერმაც იპოვა ტვირთი. აი რაც წეღანა ვთქვი რა, ყოველთვის უნდა შეეცადო აი პირველამდე მაინც, პირველ 2-მდე, აი 12-მდე თუ მოხვედი და თავისუფალი ხარ, 11-მდე ეს იდეალურია, თქვა დილი 9-ზე, 10-ზე, 11-ზე თუ თავისუფალი ხარ, უკვე გადმოტვირთულობა ეს ყველაზე იდეალურია და მე უკვე დისპეჩერი ადვილად პონდროს ტვირთს. ეხლა მე ვინაიდან ცოტა გვიან მოვედი ასე 2:30-ზე, მაგრამ გაგვიმართლა და ვიპოვა ტვირთი. აქედან გამომდინარე და ნაქვია ახლოს და ნახოთ ჩვენ ხო ბიზნესი გვაინტერესებს რა ხდება და წავიდეთ რა ტვირთი გვაქვს ასაღები და მე დავამთავროთ ჩვენი ვიდეო და მე ისევ მაგრამ რა მიგვაქვს ახლა აქ რა იქნება ახლა აქიდან რამე სოფლის მეურნეობის რაღაცა პროდუქტი იქნება. წავიდეთ რაღაც 28 მაილშია. Turn right at the stop sign. Then take the first left. რამე ახალი ბიზნეს იდეა ვნახოთ, მაგრამ ეჭვი მეპარება, მაგრამ მოიცი იმედი ყოველთვის ბოლოს ხდება. შაპიტოს ცირკია? შაპიტოს ესე გერეგა. შაპიტოს რაღაცა შოუა კი. შაპიტოს ცირკს ვეძახით ხოლმე პონტი. წავიდეთ ჩვენი შაპიტო გავაკეთოთ. ესე იგი გავა რამდენიმე წელი და ალბათ ეს მთელი ეს ტერიტორია იქნება ათვისებული ალბათ. რაღაც გასაკეთები რა, ეს ალბათ უფრო ასაფრენი ზოლია ჩემი აზრით. ელექტროსადგური აქეთ ხილი. აი უკვე მე რამდენჯერ ვამბობ რა, მაგრამ
გავაკეთოთ საქართველოში, უნდა გავაკეთოთ. მეთანხმებით მეგობრებო, უნდა გაკეთდეს ეს საქართველოში. მთელი დავით გარეჯის ტერიტორია ამით უნდა იყოს დაფარული რა. ეს არის შუა კალიფორნია. საერთოდ კალიფორნიაზე რომ მიდის ხოლმე საუბარი ყოველთვის სან-ფრანცისკო ან ლოს-ანჯელესი თავისი პალმებით და იმეებით წარმოუდგებათ ხოლმე ადამიანებს, მაგრამ არა, კალიფორნია საკმაოდ დიდი შტატია, უდაბნოებიც არის და აი შუა წელი არის ძირითადად აი ასეთი. რომლებიც ეს ოფის მეურნეობის და მეცხოველეობით არიან დაკავებულები. ზერუარი უდმივად ეს ფაქტია რა. ერთადერთი ჩრდილოეთ კალიფორნია ცოტა იქითკენ ორეგონის საზღვარზეა, ცოტა იქ სიცივე და ისინი, თორე აქეთ სულ აი მზე და ასეთი მშრალი კლიმატი. რაღაც გორაკებს აკეთებ და გორაკებზე ზემოთ გზებს და რკინიგზას. მე მგონი აი ეს ილონ მასკს რო აკეთება სწრაფი მატარებელი, აი მგონი მაგ პროექტს ეკუთვნის. უკვე მე რამდენჯერ გავიარეთ ასეთი ადგილები. ვიღაც ლუკას რო შეხედო, ეხლა ჩვენ ვართ შუა კალიფორნიაში. ეთქვა სან-ფრანცისკოდან იქ ლოს-ანჯელესკენ აი ეს მონაკვეთი უნდა გაიაროს და სულ რაღაც მშენებლობა მიდის რა. აქეთ უკვე ჭვანი ბალახია თუ არის არ ვიცი. აქეთ უკვე ხილის ნერგები, აი რაღაც პატარა მოგა ყველა ყოველი მტკაველი ათვისებულია. აი მასაც ითვისებენ. მეგობრებო, ეხლა ჩვენ ისეთ ადგილებში დავდივართ, აი ტურისტები და ისინი ხო არ მოხდებიან აქ. აი ადამიანის ვისაც მოგზაურობა უყვარს და რაღაცა არ ამგონი ეხლა ასეთ ენებში მოხდეს რა. ეს უკვე საინტერესოა, ხო? აილეზე მუშაობა იმიტოა საინტერესო რა. ეხლა შემოუხვიე ცენტრალურ გზიდან ის ცენტრალურ ხარი ხაივი, იმით გადმოუხვიე და კიდევ გადმოუხვიე და უფრო სიღრმეებში შევდივარ, უფრო სოფლის სიღრმეებში. ასეთი ხურებით არ ვიცი, რამდენად ჩავწდებით აქაური ცხოვრების სტილში. მე სულ მაგას გუზღუნებ, რომ ადამიანებთან უფრო კარგი ადამიანებთან ლაპარაკი, უფრო ჩაწვდები აქაური ცხოვრების წესს, მაგრამ ნუ რატომღა ჯერჯერობით არ გამოგდის. ან კომპლექსი მაქვს, ან ისა, ნუ ჩვენ ამაზე ბევრჯერ გვილაპარაკია, მაგრამ რა თქმა უნდა, აქაური ცხოვრების წესი რო გაიგო, აი ხა მაგალითად აჯობია ხა ის ვინც აქ ცხოვრობს, რას ფიქრობს, რა გეგმები აქვს, როგორი ოჯახი აქვს, რო დაგიწყოს ლაპარაკი, აჯობია, მაგრამ მიდი და ხა მიდი გადაუღია, რა. შენ მარტო მაინც შეჯობი ძალიან ზოგადად ყურეთ ყველაფერს. მაგრამ მაინც რაღაცა ხო გჩება რა, მეგობრო, რაღაცა აზრი მოგდის. როგორ სახლებში ცხოვრობენ ადგილობრივები. აი შემოსავალი არა აქვს და აი
ტვერში, იმაში რაღაც მუშაობენ. ძირითადად მაინც კალიფორნია თავის დროზე მექსიკას ეკუთვნოდა, უბრალოდ მე ამერიკელებმა წაართვეს. ლათინოსები და მექსიკელები სავსეა აქაურობა. მაინც მენტალიტეტი იმ ხელა შემოსავალი მაინც არა აქვს, რა როგორც ჩვენ წარმოგვიდგენია ამერიკელი. ძალიან უბრალო ჩვეულებრივი ადამიანები არიან თავისი საშუალო შემოსავლით. თუმცა ეგ რაღაცა საწარმო არის. ეხლა თავისთავად ის საწარმოს უფროსი მდიდარი იქნება ხელო პატრონი, რა თქმა უნდა. ამერიკული მასშტაბებით ამხელა საწარმოს რო ფლობ, ეს უკვე სერიოზული ამბავია. გონი ძალიან ტოპიკში შემოვედით. არა, ესეც საინტერესოა. ასეთი კალიფორნია წარმოგვიდგენია რა. მაგრამ ეთყობა, მაინც ეთყობა, რო იზრდება სითბოში, აი ესეთ გააჩნია როგორ ხეს დარგავ, თვითონ ბუნებრივად არ იზრდება. ეთყობა მოაგვარ გავენ და ეს ეგრე იმასე პალმები როგორ უყენია. ნუ ასია თუ ისეა, აი ესეთი ხედებია შუა კალიფორნიაში. დიახ, გეოგრაფიულადაც და ყველაფრიანად. ეს არის შუა კალიფორნია. აქეთ საცხოვრებელი ისინიც ქონიათ, ეს უკვე თქვა კომპანია მიყიდა და დააშენა სახლები და გაყიდა. ეს საკრედიტო წესით ხო 30-20 წლით აძლევენ შესყიდვის უფლები და ეს უკვე მიღებული წესია ამერიკაში და ეთქვა აქაც ეს. ამ ტექნოლოგიას ღებულობენ თუ ახლა იყენებენ ამ ტექნოლოგიას. სად არის ჩვენი კომპანია, რამაეში ჩვენი კომპანია იქნება, აბა რა გვაქვს აქედან წასაღები. აი ეს მომენტებში გამოხდება ხოლმე, ნახეთ როგორ გამწვანებულია და რა ყოხთა სახლი აქვს. ეთქვა ეს მიწა მაგისია მთლიანად და გემონება ეს არის თავისთვის ცალკე. აქ გამწვანებულია, აქ გამშრალია. ვის როგორ გემოვნებაზე არ დავობენ, არა მეგობრებო. მეტყვით ფული მომეცი და მე გაჩვენებ გემოვნებასო, არა მეგობრებო. აუხერი რაღაცა ეს ფული რა, ფული რო გაქვს უკვე ბევრი აზრები მოგდება, რო არა გაქვს ფული და არ მოგდის აზრები. ასე გაალამაზე შენ ეზოს და შენ კარმი დამოს რო როცა არ გაქვს ფული, ესეთი ეზობა. როცა გაქვს ფული, ცოტა ასეთი. რომ მეჯობი ეს თუ ეს. Turn right on 14th Avenue. იზიანებ მეგობრებო იმ ფიქრებს, რაც აქ მოგდის ხოლმე, ასეთ ადგილებში რომ მოდიხარ. კიდე არ გინდა ფიქრო. ჩვენ კომპანიას ქვია აგუსა, აი აგე დავინახე, ზემოთ აწერია აგუსა. შესასვლელი სად არის? აგუსა, აი დიდი საწარმო ყოფილა ნახე. აგუსა. In 1,000 feet, turn right onto Enterprise Drive. და შევიწყდა ვიწრო შესასვლელი კი, მაგრამ ნუ შემოწავ. აგუსა გვინდა, აგუსა. აგუსა რას მუშაობს? ბოლეს უშვებს.
ეს არის ვიწრო პიკაპი აქ. ცოტა შესაძლებელია. მაშინ როგორ ვაკეთებთ ხოლმე, მე აი შეაწავოთ აქიდან შემოვართ, მაგრამ თავარი ახლა ჩვენ პიკაპი გავაკეთოთ, ისა რეგისტრაცია გავიაროთ აგვისტოში. ის გასაჩერებელი კი არის. ავიცვათ გუდი. ნუ თქვენ გახსოვთ მეგობრებო, ხო? ახლა აქიდან წოლი უყურეს ხოლმე და ეხლა მარჯვენა შესვლა ძნელია. აქიდან კი შემიძლია შესვლა ვიწროა ეს შესასვლელი, ამიტომ აქიდან გამომდინარე მე ალბათ წავალ ასე და მე მარცხნიდან შემოვა. მაგრამ თავარი ახლა ჩვენ ეს გავაკეთოთ პიკაპი. აგუსა რა გოლი გამოდის ახლა. აგუსა. რა წერია ხო? Truck drivers ring bells and wait. გავაჭიროთ და დაველოდოთ. გამოვავალ და მეტყვი. ასაღები. გამოვა ალბათ მეტყვი არა. მაგრამ მიგვაქვს. რა პროდუქტია? და გააყენო, რა მიგვაქვს ეს პლასმასებია. გააყენეთო აქა. Right there? Yeah, in front, yeah. Okay, yeah, go ahead, back over here. I can park here. Okay, thank you. Რაღაც ტრენი სუნია და. სუნია, მაგრამ ვერ გავიგე რა. ამას ეკონომიო აგენტობა არ გამომივიდა, მაგრამ არა უშო, მაინც გავიგებთ რა მეკვა. ეხლა შემიძლია ასე შემოვაყენო, მაგრამ რატო ვიწვალ, რა წავალ ასე წვენს დავარტყო. მოვატრიალებ და ასეთი იმით შემოვა. არა ჯორჯ, რატო გაწვალო? მეგობრებო, ასეთი ოპერაცია ჩვენს გაგვიკეთებია რა, ამდენჯერმე ჩვენ მაშინ ლუიზიანიდან რომ მივდიოდით, როგორც მახსოვს უდაბნო. მახავეს უდაბნოში რომ წავედით. წავით ახლა ვიპოვე სადამ მოვატრიალებ და ამ იქნება წესით უნდა იყოს მოსატრიალებელი. აგერ მოვატრიალებ, მოჩვენ დიდი მატკილია და მოვატრიალებ აქანე. რა ძლიერი ქვეყანაა რა ის ამდენი საწარმოები ამდენი დრუნვატრია მაგები არიან ამერიკა რა ასე მივარ ახლა და უკან მანქანა მომადგე ხა თუ მიხდება რომ მე აქ უნდა დავაყენო აი ესე მივადგები მეგობრებო და მარცხენა მხრიდან შევარ რა რატო ვიწვალო მარჯვენა მხრიდან ასე შევაყენე პიკა ვაყენებ კუდით. ამჯერად კარგად არის. მარცხენა კარგად არის და ისე დავაყენე. ვაყენებ და ეხლა გავიგოთ აგუზაზე რა საწარმოებია. ხო და ვიცოდეთ რა მიგვაქვს ბიზნეს იდეები. რაღაცას ეთყობა ხარშავენ რა. ესე წვენის აი რაღაცა თითქოს соуზის თუ აი ტომატის აი რაღაცა ემალი წვენის გემო იყო რა, ჰაეში რომ ეხა შევიდე და კიდევ გავშვი ეხა მე დავაყენა რა ხდება აბა რა არის აგუზა აიხარშება ვერაფერი ვერ გავიგე დამზადებული პროდუქტი რაღაცა რეალებს იქა ეს ეთყობა საწყობი იქიდან მოაქვს ეს ისინი რა ტომატო ფოვე ო რა ამიდრის ის არის რა ეხა ყუთებზე გაიარა იმათა დავინახე ჩვენ ვეძახით რა ტომატის იმაზე ეთყობა ხარშავენ და ესა აკუსას ის არის ეხა აღარ დავიწყე იქ ეხა რო შემამჩნიო და არ მინდა ესე იგი პამიდრის წვენი მიგვაქვს რა მარნეულის ბიზნესია მარნეულის და ორჩალოს ამიტომ მოაქვს მე თუ ის გაფუჭდება ანძველია და იმისგან აკეთებენ კეჩუპს აგუზა
წებილა არ არის, კარგია, წვაძე რო ვაკეთებთ ხოლმე. ისეთი მაინც არ არის, რა, სად კეჩუპი და სად ჩვენი საწებია. გავიგეთ, რა მიგვაქვს? მოდი ახლა ჩვენ ვიანგარიშოთ, რამდენს გვიხდიან ამაში. მიგვაქვს ტვირთი იუტაში. Salt Lake-ი სად არის? აგერ Salt Lake-ი. რამდენი მილია? 806 მილია. 806 მილი გვაქვს ასევე და 806 მილში იხდიან $2400. დღევანდელ ბაზარში ცუდი ფასი ნამდვილად არ არის. ეხლა საწუწუნო არა მაქვს. $2400 800 მაილში. მაგრამ საქმე იმაშია, რომ იუტადან უყურეთ ძალიან დაბალ ფასები მოდის რა. აი მე არ მახსოვს, რომ Salt Lake City-დან რამე ნორმალურ ფასად წამოსულიყო, მაგრამ მე ალბათ ისევ დისპეჩერი აქი წამომიყვავს კალიფორნიაში და აქედან მე ძვირიმით გამაგზავნის უკვე იქით. ნუ ფაქტობრივად ესეც ბიზნესია რა. უყურეთ, ეხლა ხო კაი ფასად მივდივარ ის იმად და მაგრამ რაში მოვიგეთ ეხლა რომ ჩვენ დილიდანვე ავიღეთ ტვირთი. ეს კარგია. ეხლა რომ დამეგვიანა და არ ამეღო ხვალინდეზე, უყურე ეს ჯიბეს დაეტყობოდა და ეს სიტყვით ცუდი გრაფიკით არ მივდივართ. დანარჩენი ნახოთ. შეიძლება იუტაშიც ვიპოვოთ ძალიან კაი ფასიანი ტვირთი, მაგრამ არ ვიცი, ნახოთ. კარგით, ახლა მეგობრებო, ცოტა ვიდეო გაგვიგზელდა. ამ ვიდეოს დავახოთ შუა კალიფორნიაში ფიქრები და პროცესები. დანარჩენი ნახოთ, იმედია კაი ვიდეოს ნახავთ და შევხვდებით კაი ვიდეოში. კარგად, ყველას წარმატება, ბედნიერება და სიხარული.